მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. ცეცხლი ტრადიციულად მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა. წმინდა ცეცხლი 15 საათსა და 14 წუთზე გადმოვიდა. აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლს შეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. ომის გამო წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში გაიმართა. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება. წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს ღამით ჩამოიტანენ და ის საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში განაწილდება. დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ნების შვიდეულის შაბათია. დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ საფლავზე დაასვენეს. ტაძრების გარშემო დილით და გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. შემდეგ კი ლიტურგია გაიმართა და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურებას საღამოს 11 საათზე დაიწყება. ლიტურგიის მიმდინარეობისას გავრცელდება სააღდგომო ეპისტოლე. აღდგომის დადგომასთან ერთად მორწმუნეებისთვის 47 დღიანი მარხვაც დასრულდება. დღევანდელი მსახურება ეძღვნება მაცხოვრის სხეულით საფლავს დადებას და სულით ჯოჯოხეთში ჩასვლას, რაც ემსახურება ადამიანთა გამოხსნას. დღეს დილიდან ცისკარზე იქნა გამობრძანებული გარდამოხსნა, შემოტარებული იყო ტაძრის გარშემო სამგზის. მაცხოვარმა მისი ვნებით, მისი სიკვდილით დაუდო დასაბამი ადამიანების სამოთხეში შესვლას და იქ დამკვიდრებას. შემდეგ გარდამოხსნა უკვე ისევ ბრუნდება ცენტრალურ ტაძარში და საღამომდე იქნება დაბრძანებული და მომლოცველებს აქვთ შესაძლებლობა რომ მიბრძანდნენ და ემთხვიონ გარდამოხსნას. თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის სახელით მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და განსაკუთრებით მინდა მიულოცო ლაზებს, რომელიც ასე ვთქვათ, მისმა უწმინდესობამ მონათლა, მისი უწმინდესობის ნათლული გახლავთ ყოველი ლაზი, სწორედ მისმა უწმინდესობამ აღადგინა ლაზეთის ეპარქია და განსაკუთრებულად აი ამიტომ ლაზურ და ქართულ ენაზე დღეს შევასრულეთ ქრისტე აღდგა. დიდ სიხარულთან ერთად სევდის მატარებელიც არის, რადგან პირველი აღდგომაა მისი უწმინდესობის, ჩვენი უწმინდესი პატრიარქ ილია მეორეს გარეშე, მაგრამ ჩვენ გვწამს ყველას და ეს ნათელია უკვე ყველასთვის, ცხადია ის რაც ხდება მისი გარდაცვალების შემდეგ, ის ცხადყოფს რომ მისი უწმინდესობა ღვთის წიაღში სუფევს. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილისთვის კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 11 აპრილს 23 საათიდან 12 აპრილის დილის 4 საათამდე იმოძრავებს. მგზავრობა უფასო იქნება. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსების 9 დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებებით გადაიყვანენ. დღეს ღამის 11 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენი ტრადიციულად გახანძლივებული დროით მოემსახურება მგზავრს, კერძოდ კვირის დილის 4 საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო. ასევე ხვალ და ზეგ დაინიშნება სპეციალური მარშრუტები, რომლებიც მგზავრს გადაიყვანს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე
თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნული სპეციალური მარშრუტები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან, ეს არის სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი, დელისი და ვარკეთილი. ასევე მეტრო დიდუბის ზედა გასასვლელიდან და ასევე ვარკეთილში მესამე მასივიდან მოემსახურება მგზავრებს და ბესარიონ ჭეჭინაძის ქუჩიდან სპეციალური მარშრუტები შესაბამის სასაფლაოს მიმართულებით. აღნიშნული გახანძლებული დროით, როგორც მეტროპოლიტენით მგზავრობა, ასევე ზემოჩამოთვლილი სპეციალური მარშრუტებით მგზავრობა იქნება უფასო. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე. კერძოდ დღეს 11 აპრილს 24 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 4 საათამდე. ამასთან 11 აპრილის 23 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით გზავრთა მომსახურება იქნება უფასო. აღნიშნულის გარდა 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც იმოძრავებენ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათის ჩათვლით, ანუ 20 საათის ჩათვლით. ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით, რომელსაც ახლა მე ჩამოვთვლი, მომსახურება იქნება უფასო. კერძოდ ეს მარშრუტები იმოძრავებენ სხვადასხვა პუნქტებიდან, სადაც ძლიერი მგზავრთნაკადი არის. მეტროსადგურის დიდუბის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება როგორც მუხათგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელეს სასაფლაოს მიმართულებით, ეს იგივე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მომსახურება განხორციელდება მეტროსადგურის სარაჯიშვილიდან. კუკია მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება როგორც სადგურის მოედნიდან, თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის დასახლებაში, ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო ვარკეთილიდან, ასევე მესამე მასივიდან, შუამთის დაბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ველი სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლება არის, იქ 25 კორპუსია, სადაც ეს მარშრუტი ვიტრიალებს და ბოლოს რჩება საბურთალო სასაფლაო. ტრადიციულად მარშრუტები იმოძრავებენ მეტროსადგური დელისიდან. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე გააქტიურებული რადიკალები მიზანმიმართული ქმედებების საქართველოს წინააღმდეგ და დეზინფორმაცია ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მიზნით. Fox News-მა გიორგი კანდელაკზე და თინა ხიდაშელზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია თითქოს ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. სტატიაში ასევე ნახსენებია თინა ხიდაშელის მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტების მოსამზადებელი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობა დაფასებენ მმართველ გუნდში ცრუ ბრალდებებს ქვეყნის წინააღმდეგ. ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ, რომ სტატიის თანაავტორები ამჯერადაც გარე ძალების დაკვეთას ასრულებენ. ამ შემთხვევაში ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია, რა თქმა უნდა, ტყუილზე, სიცრუეზე და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი. ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის ჩვენ წლების წინ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა ვიყავით რუსეთთან მიმართებაში. დღეს ეთყობა ირანი არის აქტუალური და ამ შემთხვევაში დაავალეს, რომ კონკრეტულად ირანთან დაკავშირებით გაერთიანებინათ იგივე ცრუ ინფორმაცია. ქალბატონ ხიდაშელზე იმას შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან ისიც დაგვაბრალა, რომ თითქოს ტერორისტებს ვამზადებდით საქართველოში და მე რატომღაც შეცვალა ჩვენება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა ჩვენების მისაცემად, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, ისიც აბსოლუტურად ტყუილს და აბსურდს ეფუძნებოდა და აგრძელებენ საქართველოს მტრობას და მაქედან გამომდინარე, ვეძახით ჩვენ უსამშობლოებს და მაქედან გამომდინარე, აქვს ნულოვარი რეიტინგი და ნდობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ხვალ უნგრეთში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში 5 პარტია მონაწილეობს. წინასწარი კვლევების მიხედვით უნგრეთის მმართველი პარტია ფიდესის მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერ პიტერ მადიარის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია იქნება. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ ბრიუსელი არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ქვეყნის შიდა საქმეებში ღიად ერევა. მიზანი კი უნგრეთის ეროვნული ხელისუფლების ბრიუსელის მართული პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება. კენჭისყრის პროცესს საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან, მათ შორისაა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.
ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში. ჩვენ გუშინ ქონდა შესაძლებლობა, რომ ეუთო ოდირის გან მოგვესმინა არსებული მდგომარეობა, გრძელვადიანი დაკვირვების შედეგები. ამ დროინდელ თუ რა ვითარება იყო წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, მედიის თვალსაზრისით, დაფინანსების, რეგისტრაციების და ასე შემდგომ და დღესაც გაგრძელდება ეს პროცესი და ხვალ უკვე ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში ჩვენ შევძლებთ რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს არჩევნების თითოეულ კომპონენტს დაწყებული უბნის გახსნიდან კენჭისყრიდან და საბოლოოდ უბნის დახურვა, შეჯამება და ამ ყველაფრის გამოქვეყნება და იმედია რომ პროცესი მთლიანობაში ჩაივლის მშვიდობიანად და ექნება მოსახლეობას იმის შესაძლებლობა რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი პოლიტიკური აზრი. ჩვენ ხედავთ, ვაკვირდებით ბრიუსელის ევროკავშირის მხრიდან ცდილობას თვითონ საზოგადოებაზე, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს დავლენა, ზეწოლა კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის მიმართულებით, მის ხარდასაჭერად, რა თქმა უნდა, რაც არის სწორი, ეს არის მცდელობა ზემოქმედება მოახდინონ, ჩაერიონ უნგრეთის შიდა საქმეებში საზოგადოებამ უნგრეთში თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი პოლიტიკური ძალა სურს ხელისუფლებაში, ჩვენთვის ქართველებისთვის საქართველოსთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთ ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტის და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. ყველაფერი არის მაღალდონეზე ორგანიზებული, დარწმუნებული ვარ, რომ აქტივობა იქნება ასევე ძალიან მაღალი ხვალ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. სხვადასხვა უბანზე გვექნება შესაძლებლობა რომ მივიდეთ და სრულად დავაკვირდეთ იმ პროცესს, როგორ იქნება ასე ვთქვათ მოვლენების განვითარება და შემდეგ უკვე გვექნება ჩვენი ანალიზი ამ ყველაფრის, ასე რომ უსურვებთ წარმატებას უნგრეთს და დარწმუნებული ვარ რომ უნგრეთში გაიმარჯვებს ის ძალა, რომელიც ასე ვთქვათ დაიცავს ქვეყნის ინტერესებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია. ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება. ცნობისთვის უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე, უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა. უნგრეთში საარჩევნო პროცესსა და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, როგორც მან განაცხადა, უნგრეთში სრულიად განსხვავებული მონაცემებია, რომელსაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. მისივე თქმით, ისინი არ დაუშვებენ და წინააღმდეგობას გაუწევენ ნებისმიერ გარეჩარებას უნგრეთში. ლასლო მიიჩნევს, რომ 2024 წელს საქართველოში მსგავსი სიტუაცია იყო და ეგზიტ-პოლები სრულიად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდა. მან ასევე ისაუბრა მის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც, თუ რა ტიპის ჩარევა ხდებოდა უნგრეთის პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ წელს ძალიან კონკურენტული არჩევნები გვაქვს ორ დღეში უნგრეთში და მთელი ევროპა აკვირდება, რა ხდება ამ არჩევნებზე, რადგან ჩვენ გვყავს ყველაზე კონსერვატიული ხელისუფლება ევროპაში. რა თქმა უნდა, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში მემარცხენე სოციალისტურ და ლიბერალურ ძალებს ეს არ მოსწონთ, განსაკუთრებით არ მოსწონთ ეს ბრიუსელში ევროკავშირის შტაბ-ბინაში, რადგან მათ სურთ ისეთი უნგრული ხელისუფლება, რომელიც მათთან ითანამშრომლებს. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რომელიც გაუგზავნის ფულს, იარაღს დაუშვებს არალეგალურ იმიგრაციას უნგრეთში და მხარს დაუჭერს მათ გენდერულ იდეოლოგიას, რაც დღეს ევროკავშირში ძირითად მიმართულებად მიიჩნევა, როგორც კონსერვატიულმა ხელისუფლებამ ჩვენ უარი ვთქვით ამ პოლიტიკაზე, უარი ვთქვით ღია საზღვრებზე, უარი ვთქვით უნგრეთის ფულის გაგზავნაზე უკრაინის ომში. მათ იმედი აქვთ, რომ ჩვენი ოპონენტები თუ ისინი მოიგებენ არჩევნებს, რაც მე არ მსურს, აღარ დაუპირისპირდებიან ბრიუსელს და აღარ დაიცავენ უნგრელების ინტერესებს. უნგრელები ამ საკითხებზე ძალიან მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ისინი ძალიან აფასებენ იმას, რომ ჩვენ 10 წლის წინ შევაჩერეთ არალეგალური იმიგრაცია და დღეს უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროკავშირში. ასევე აფასებენ იმას, რომ 4 წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაუპირდით, რომ არ გავაგზავნედით არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინის ომში და ეს დაპირება შევასრულეთ. უნგრელებმა ეს იციან და აფასებენ წელს ჩვენს არჩევნებში ადგილი აქვს უპრეცედენტო ჩარევას. თუ გავიხსენებთ რა მოხდა ბოლო წლებში, რამდენიმე წლის წინ ევროპულმა კავშირმა დაბლოკა 17 მილიარდი ევრო, რომელიც განკუთვნილი იყო უნგრეთის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის, საავადმყოფოებისთვის, საჯარო სერვისებისთვის
სერვისებისთვის ეს თანხა დაბლოკეს პოლიტიკური მიზეზებით და ამ გზით ცდილობდნენ უნგრელი მოსახლეობის მთავრობის წინააღმდეგ განწყობას. ასევე სცადეს უნგრელი სტუდენტების დაშინება და მთავრობის წინააღმდეგ განწყობა. გარდა ამისა, ისინი ჩაერევნენ იმითაც, რომ მილიონობით ევრო გადარიცხეს მემარცხენე მედიაში, კვლევით ცენტრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ აქტივისტურ ჯგუფებში, რომლებიც ადრე ფინანსდებოდა USAID-ის და NED-ის მიერ. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის ცვლილების შემდეგ ეს კორუფციული ჩარევების სქემები, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ფინანსდებოდა, შეწყდა. მახსოვს 2024 წელს საქართველოში ძალიან მსგავსი სიტუაცია იყო. ეგზიტ პოლებიც კი სრულიად განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა. ვფიქრობ, ისინი იგივეს გაკეთებას ეცდებიან ახლაც. არ დავუშვებთ ამას და გავუწევთ წინააღმდეგობას ჩარევას. ამაზე ღიად ვსაუბრობთ და დავიცავთ ჩვენს პოზიციას. ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამბადში გაიმართება. ირანის დელეგაცია პარლამენტის სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აბაშ არახჩის მეთაურობით უკვე ადგილზე იმყოფება. ამერიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ხელმძღვანელობს, ის ისლამბადში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა. მასთან ერთად შეერთებული შტატების გუნდს წარმოადგენენ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უოტკოფი და ჯარედ კუშნერი. როგორც მედიასთან თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მოლაპარაკებები რამდენიმე საკვანძო საკითხს შეეხება, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, საერთაშორისო სანქციებს და ლიბანის კონფლიქტს. ირანთან შეთანხმების მთავარი საფუძველი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა, არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ რა გამოვა. ჰორმუზის სრუტე ავტომატურად გაიხსნება. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება. ასეთი იყო ახალი ამბები 16 საათზე, პირდაპირ ეთერში მთავარი გამოშვებით 7 საათზე დავბრუნდებით დროებით.